როგორც დაგპირდით, ვაკეთებთ უფრო დეტალურ განხილვას იმისა, თუ რა ხდება ფრონტზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება ახლა მარიუპოლის მიმართულებით არის მიქცეული და აზოვსტალიდან უკრაინელი მებრძოლების ერთი ვერსიით extraction ევაკუაციის, ხოლო მეორე ვერსიით ტყვეთ ჩაბარების თემაზე არის მიპყრობილი და ამის გარშემო ტრიალებს და რა თქმა უნდა ეს უკრაინული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო და ასე ვთქვათ მორალური კუთხით მძიმე მომენტია, მაგრამ რეალურად ის რაც ზეგავლენას მოახდენს ამ ომის შედეგებზე ხდება უფრო ჩრდილოეთით. კერძოდ კი სევეროდონეცკის მიმართულებაზე. სიტუაციის გასარკვევად უნდა გვესმოდეს შემდეგი. პირველი 2014 წლის მერე მთელი 8 წლის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ ლუგანსკის და დონეცკის ტერიტორიაზე აწარმოა თანამედროვე უახლეს ისტორიაში ალბათ უპრეცედენტო საფორტიფიკაციო სამუშაოები და შექმნა გარკვეული თავდაცვის ხაზი. და თუ კი ომის პერიოდში სხვა მიმართულებებზე იყო ძალიან დიდი გადაადგილებები, ანუ დაუშვათ კიევის მიმართულებით მრავალკილომეტრიანი შეტევები, მერე უკან დახევები, იგივე მოძრაობა იყო დაუშვათ ყირიმის მიმართულებაზეც, ყველაზე სტაბილური იყო ზუსტად ლუგანსკის და დონეცკის ფრონტი. ახლა აქ მდგომარეობა იცვლება. პაპასნაეს აღების შემდეგ რუსებს მიეცათ საშუალება დასავლეთით ვლადიმიროვკას მიმართულებით განეხორციელებინათ შეტევა, ჩრდილოეთით კამიშევახას, ხოლო სამხრეთით ტროიცკის მიმართულებით. ანუ კამიშევახას მიმართულება ემუქრება სევეროდონეცკის მიმართულებას, ვლადიმიროვკა არის შეტევა ბახმუტის მიმართულებით, ხოლო ტროიცკი არის სამხრეთის მიმართულება. ანუ პაპასნაეს აღების შემდეგ რუსული შენაერთები ყველა მიმართულებით გაიშალნენ და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ის არის რომ სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის გამაგრებული, ასე ვთქვათ, აგლომერაცია ძირითადად მარაგდება ლისიჩანსკ-ბახმუტის ტრასით, რომელიც ახლა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და თუ კი ვლადიმიროვკას შემდეგ მოხდება სოლედარის აღებაც, ანუ ფაქტიურად ეს მომარაგების მთავარი არტერია გადაიჭრება და შესაბამისად ერთადერთი გრუნტის გზა დარჩება სევერსკის მიმართულებაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის მომარაგება, ანუ ფაქტიურად ალყის საფრთხე გახდება ძალიან რეალური. თუ კი დავაკვირდებით უფრო ფართო სურათს, დავინახავთ რომ მაგალითად უკრაინული მხარის გამაგრებული შენაერთები ზალატოესა და გორკოეს დასახლებებში შესაძლებელია ასევე ალყაში მოხვდნენ თუ მათი დროული გაყვანა არ მოხდა, რადგან ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევამ მათი ოპერატიული ალყის საფრთხე შექმნა. შესაბამისად, როგორც ამ მომენტისთვის შეგვიძლია დავასკვნათ, თუ უკრაინული მხარე არ ახდენს მნიშვნელოვანი ძალების გადმოსროლას ან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის ევაკუაციას, არის შანსი, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნიდან ტყვეების ჩაბარების პროცესს, შესაძლებელია და უფრო დიდ მასშტაბებში განმეორდეს უკვე აქ. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ომისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში? თუ კი რუსები მართლაც მოახერხებენ იმ გარღვევის განხორციელებას, რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ, მაშინ ის მრავალი წლის მანძილზე აგებული საფორტიფიკაციო ხაზი, რომელიც ამ მომენტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებას აკავებს, ფაქტიურად გამოუსადეგარი გახდება, რადგან მისი გარღვევა და შემოლა მოხერხდება ჩრდილოეთის მიმართულებიდან და ომი უკვე თვისობრივად სხვა დინამიკაში და სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე გადავა ამ კონკრეტულ რეგიონში.